მე მაგალითად ძალიან წინააღმდეგი ვიყავი, რომ ამ ფუქსასის შენობისთვის ხელი მოვუკე, იმიტომ რომ სოფლიოში ცნობილი არქიტექტორების აშენებული ობიექტები თბილისში გვაქვს თითზე ჩამოსათვლილი. არქიტექტორი, პროფესორი, გაიარეთ თბილისის ქუჩებში, აიხედეთ ზემოთ, ჩაიხედეთ ქვემოთ. თბილისის არქიტექტურის მკვლევარი. უნდა მოინგრეს, ჩაშენდეს. არ შეიძლება ასე შეინახოს, მუზეუმი არ არის. თქვენ თვლით, რომ იმის ღირებულება არ დაიკარგა? ისეთი კლასის არ არის თბილისი, იმიტომ რომ რისი სიმპტომია ეს, როგორ გონიათ? ახალი გამდიდრებული ქართველების აშენებული შენობა სრულიად უგემოვნო. ჩვენს თბილისურ ეზოს დაარქვეს იტალიური ეზო. რატომ ეძახით აი ასე უკუღმა? იმაზე, რასაც კინემატოგრაფი აარქივებს. სახელმწიფო ორგანიზაციები, რომლებიც კინოს წინასწარ უყურებდნენ და იმდენ სჭრიდნენ, რომ რა გავლენა აქვს, მოდი მითხარით კინოში ფილმის ნახვას. მასობრივი კინოთეატრების ყდომა არის და კინოთეატრის ქცევა იმათ რა ატრაქციულად. ეს გავლენა ჩვენთან იმდენად დიდი იყო ჩვენს ხალხზე. ნახევარი სოლოლაკი ხეებზე იყო ამდრალი და ამ ჯენ ტარზანის ზახილი და ყვირილითა და რაღაცით. ოდისეა ხო არ გინახავთ? აი არ ვიცი მომეწონა თუ არ მომეწონა. სად შეიძლება ნახო დიდი ხნის წინ გამქრალი სურათებად ქცეული ადგილები, ლუთხანა, აბრაზე წარწერით სასაუზმე. მის მოპირდაპირე მხარეს მდებარე კაფე მეტსახელად ოსურები. აგურის გალავნიანი ქარხანა შუაგულ ვერაზე, ბოჭკაზე გაშლილი პურმარილი. სასტუმრო საქართველოს რესტორანი ვიტრინებით მელიქიშვილზე. საათების სახელოსნო ოპერის პირისპირ, ღილების მაღაზია იქვე ცოტა ზევით. სად შეიძლება გადააწყდე მხატვრებს დიმაერის თავს, ზურა ნიჟარაძეს, ვახორურუას, თემო ჯაფარიძეს, მწერლებს, რეზო ინანიშვილს, რეზო ჭეიშვილს, ანზორ სალუქვაძეს. რა თქმა უნდა ოთარ იოსელიანთან, მის ფილმებში, სადაც თავად მასაც შეხვდები. ახალგაზრდას გაუპარსავს თავზე კეპით ტრამვაის გაჩერებასთან. კალინინის ქუჩის დასაწყისში, იქ სადაც ძველი ტრამვაი ჩერდებოდა. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, რასაც კინემატოგრაფი აარქივებს. ეს ნაწყვეტი გახლავთ ცოტა ხნის წინ უდროოდ გარდაცვლილი ქართველი მწერლის ზაალ სამადაშვილის პატარა ჩანახატიდან, რომელიც ოთარ იოსელიანის გარდაცვალების პერიოდში დაწერა და მაშინვე მახსოვს, როცა წავიკითხე 2 წლის წინ, დავფიქრდი არქიტექტურის ადგილების სამუდამოდ დაარქივებაზე, რასაც ფოტოგრაფიასთან ერთად ჩვენ მეხსიერებაში კინემატოგრაფიც ამ მისიას დიდი ხანია ასრულებს და ეს რაღაცნაირი ჩამონათვალი ამ ადგილების, ხო? შეგვიძლია ვნახოთ ოთარ იოსელიანის ფილმებში. კინო და არქიტექტურა, ძირითადად ამაზე ვისაუბრებთ დღევანდელ პოდკასტში შანტრაპა და ჩემი სტუმარია ნოდარ სუმბაძე, არქიტექტორი, პროფესორი, თბილისის არქიტექტურის მკვლევარი, რომელსაც 10-მდე წიგნიც და ალბომიც აქვს თბილისის თემატიკაზე შექმნილი და სწორედ მის წიგნებში და მის ალბომებშიც არქივდება ის დეტალები, რომლითაც ქალაქის არქიტექტურა იქმნება. მოგესალმებით ბატონო ნოდარ, დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩვენს პოდკასტში მობრძანებისთვის. სანამ დავიწყებთ საუბარს, მინდა გთხოვოთ, რომ აუცილებლად გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, დაგვიწეროთ კომენტარები, მომცეთ მე პირადად შენიშვნები და თქვენთან საუბარი მინდა დავიწყო თქვენი ცხოვრების ფილმებზე. აი ეს ფილმები, რომლებიც თქვენს ბავშვობაში შემოვიდა და რომლებმაც სამუდამოდ შეცვალა თქვენი ყოფა. დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ და დიდი მადლობა რომ ასეთ ყურადღებას აქცევთ არქიტექტურისა და კინოს კავშირს, რაც არის, ისეთი ოდითგანვე საინტერესო თემა, აი ოდითგანვე რა. მიუხედავად იმისა, რომ ასაკის მიხედვით ცოტა განსხვავებული ისინი აქვს სტატუსები, არქიტექტურა უძველესია, კინო კიდევ არის ერთ-ერთი ყველაზე ახალი დარგი ხელოვნებისა, მაგრამ ძალიან ბევრი აქვს საერთო, იმიტომ რომ უპირველეს ყოვლისა რასაკვირველი ადამიანთან აქვს საქმე, ადამიანი არის ცენტრში ამ ორივე ხელოვნებისა და გარდა მაგისა, ორივეს აქვს დიდი კავშირი სივრცესთან, სივრცის ხასიათთან და სივრცის სიმასთან. ეხლა ცოტა შორსაც რო წავიდეთ, არქიტექტურა კინოში უზარმაზარ როლს თამაშობს. ეს ყველაფერი, რასაც მე ვიტყვი, ეს არის ძირითადად ჩემი აზრები, მე არ შემისწავლია ეს არაფერი არ მინახია, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ეს დაემთხვეს რაღაც ზოგად აზრებს. მაგალითად,
რამდენი კინო მინახია მე, სადაც მარტო არქიტექტურის მეშვეობით შეიძლება მიაღწიო ფსიქოლოგიურ დაძაბულობას კინოში. აი მაგალითად, მე არ დამავიწყდება იმის კუბრიკის ფილმებში არის რაღაც ისეთი აი ეს რომ თქვენ რომ ეძახით სასპენსი, ეს დაძაბულობა და რაღაცა ყველაფერი, შეიძლება ადამიანი, კინოში ჩვეულებრივად ეს ადამიანის მსხვილი პლანებით ხერხდება თვალების, რაღაც გაფართოებული თვალები, მაგრამ უბრალოდ თვითონ აი მე უყურებ იმ კუბრიკთან იმ ფილმებში არის რაღაც თვითონ მოძრაობა არქიტექტურის სივრცეში ყველაფერში და ისეთი დაძაბულობა და ისეთი ეს შიშისა და რაღაც საშინელების შთაბეჭდილება იქნება, რომ ესე იგი ძალიან ძლავრი საშუალებაა. გარდა მაგისა, თვითონ ეს ფსიქოლოგიური განწყობა, თვითონ შეიძლება ადამიანი არც უჩვენო, აი გაგზელება ამ რაც მე ახლა ვთქვი, რომ არ უჩვენო ადამიანის განცდა, ადამიანის ტრაგედია რაღაცა, მარტო აი შენობების რაკურსებით, შენობების რაღაც სხვანაირი ჩვენებით, როგორც აი გერმანული იმპრესიონისტების ფილმებში იყო ძველად, მე ძალიან მიყვარდა მაგებს უყურებდი ეს ექიმ კალიგარის კაბინეტი და ეს მთელი ძალიან საინტერესო იყო ყველაფერი. გარდა მაგისა, მე არაფერს აღარ ვლაპარაკობ სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებზე, რომელიც ეს ჯორჯ ლუკასის და იმების ფილმებში ისეთი რაღაც შედეგებს აღწევენ მარტო არქიტექტურის შენების მომავლის არქიტექტურით მომავლის ისა, რომ უკვე რაღაც ზემოქმედებაა უზარმაზარი ადამიანზე ეს ყველაფერი. ეს რაც შეეხება თვითონ არქიტექტურისა და მაგ ადამიანის ურთიერთობას და მის რაღაც ძალას და სიძლიერეს. რაც შეეხება ახლა აი ჩემი შეხედულებები, მე ჩემი ბავშვობა რასკორელია თქვენგან ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ბევრად უფრო ადრე მოხდა ეს ყველაფერი და იმასაც გეტყვით, რომ 40-იანი წლებიდან არაფერი აღარ მახსოვს, იმიტომ რომ 4 წელი იყო დარჩენილი 40-იანი, მე რო დავიბადე 40-იანი წლების ბოლომდე, 50-იანი წლები კარგად მახსოვს, იმიტომ რომ ფაქტიურად 14-15 წლამდე იყო, 60 წლამდე იყოს 50-იანი წლები, 10 წელი გავიარე და ეს ასაკი უკვე ისეთი იყო, რომ სრულიად აღიბეჭდა ჩემ ტვინში. ამ დროს შემოვიდა ნეორეალისტური სურათები. ნეორეალისტური კი არა, მანამ ნეორეალიზმი მოვიდა და ახლა ჩვენ ვიწყებთ ნეორეალიზმი, როგორც დღევანდელი ახალგაზრდებისთვის, ჩემთვის ბევრად უფრო ადრე დაიწყო კინო, აი ეს ომის შემდეგ ეს კინოები, საბჭოთა კინოები იყო მარტო რაღაც რუსული კინოები, საბჭოთა ერქვა მაშინ რუსული კინოები იყო, რაღაც მარტო მხოლოდ პატრიოტულ თემატიკაზე, ომის თემატიკაზე, ქართული კინოები იყო, აი თქვენ იცით 20-იანი წლებიდან დაწყებული, ზეპირად იცით თქვენ კინომცოდნეები ხართ, რა იყო, როგორ იყო, ნატეხ ამასაც უყურებდით, ყველაფერი იყო, ეს ძალიან დიდი გადასარევი, მაგრამ აი თვითონ ეს კინოები, რომლებიც მასობრივად შემოვიდა, ეს იყო ომის შემდეგ ეგრეთ წოდებული ტროფეული ფილმები, ნადავლი ფილმები. ესე იგი, ეს იყო ფილმები, რომლებიც შემოვიდა ამ გერმანიის ომის შემდეგ, გერმანიის არქივებიდან, გერმანიის ჩვენებებიდან და უფრო ძირითადად ამერიკული და ინგლისური ფილმები. ანუ საბჭოთა არმიამ ომში გამარჯვების შემდეგ წამოიღო ყველაფერი და ეს არა მარტო წამოიღო, თვითონ ამერიკელებიც ხომეცით მაგათი ექსპანსია, მაგათი იდეოლოგიური ზეწოლა მთელ მსოფლიოზე, ეს ამერიკული ცხოვრების სტილის ისა დაინტერესებულები იყვნენ, რომ ყოფილიყო ეს ფილმები და გარდა მაგისა გერმანული კინოებიც იყო აუარებელი, ფრანგულებიც რა ვიცი. ეს მთელი ჩემი ბავშვობა იყო ამ ფილმებით შევსებული. მანამ წამოვიდოდა უკვე ახალი პროდუქცია. ეს ახალი პროდუქცია მოდიოდა უკვე იუგოსლავიური ფილმები მოდიოდა, რაღაც ახალი ფრანგული ფილმები მოდიოდა. მანამდე იყო სულ შავ-თეთრი რაღაც ეს ფილმები და აუარებელი ფილმები იყო და ისე მახსოვს კარგად, რომ აი ეს თქვენი ცნობილი ეხანდელი უკვე კლასიკაში გადასული ვატერლოოს ხიდი, ლედი გამილტონი და ეს მთელი ეს ფილმები, ამერიკული ვესტერნები, ეს მოგზაურობა იქნება საშიში, დილიჟანსი და ეს მთელი ყველა ფილმები, ეს უკვე შავ-თეთრი ვარიანტით მოდიოდა 50-იან წლებში. და მოდიოდა როგორ მე კარგად მახსოვს, მე ისიც მახსოვს, რომ მთელი ცხოვრება გამომყვა მე რა, რომ ბებიაშემს დავყავდი, აი ის რომ არის, რა ქვია, ხოროვას სახელობის მსახიობის სახლი, მან ეზოში იყო კინოთეატრი სტელა, ეგრეთ წოდებული. ეს სტელა კინოთეატრი იყო, ღია კინოთეატრი იყო. რომელიც იყო ბრეზენტის ფარდით იყო დაფარული. საღამო საათები რო ახლოვდებოდა, საღამო საათებში ოდნავ რო ჩამობნელდებოდა, ძალიან ცხელოდა იმ დარბაზში და ამიტომ ფარდებს ხსნიდნენ, მაგრამ ისე იყო რომ ქუჩიდან ვერ შეიხედავდი და ხმა გამოდიოდა. და აი ეს მთელი ბავშვობა მე არ მიშვებდნენ მაგ კინოებზე, პატარა ვიყავი, ბებიაჩემს დავყავდი ან დედაჩემს დავყავდი და
მთელი ბავშვობა გავიჟღინდე ამ საუნდტრეკებით, ამ ფილმების, ეს მუსიკა და ეს საუბრები და ეს ისინი. რატო ასაკით იყავით პატარა და იქ შეზღუდვა და კინოები იყო, ნუ 10-12 წლამდე ხომ არ შემუშავდნენ ასეთ კინოებზე და მაშინ დიდი ის იყო სახში. ეხლა არის რომ ჩვენ 5 წლის ბავშვებს რო ვაყურებინებთ ყველას. მაშინ დიდი აკრძალვები და დიდი სიფრთხილე იყო ოჯახში. ეს რას ყვებით რომ ანუ ხმით დაიმახსოვრეთ ბევრი ფილმი. ხმით დაიმახსოვრე კენები და მე რო ნახე რეალიზაცია, რო ნახე ესა, თითქოს ეს ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ აი ხმები მახსოვდა, ეს ინგლისურად ლაპარაკობდნენ და ერთი ანტიტრები იყო, რომელსაც ვერ ხედავდი. ან კიდე ერთი კაცის დიქტორის ხმა იყო და იმის შინაარს ვიგებ. ძალიან საინტერესო იყო და ეს მუსიკა და ეს ისა ჩამრჩა თავში. ეს ძალიან საინტერესო ერთი მოგონება მართა. სინემა პარადიზო მართლა აი ფილმში რო არის აღწერილი ამოჭრილ კადრებში წლების მერე უყურებს ხო მართლა მე მგონი. მეორე დიდი შთაბეჭდილება ჩემთვის იყო რომ ეს კინო ისედაც კინო რა არის, ესე იგი ფაქტიურად აი წარმოვიდგინეთ დღეს ჩაცმაში, დახურვაში, ცხოვრების სტილში, ყველაფერში ამაში ეს ინფორმაცია მოდის ფაქტიურად ისევ ეს მასობრივი კომუნიკაციის საშუალებიდან, რომელიც დღეს არის ძირითადად ინტერნეტია ძირითადად. გაჯეტები, ტელეფონი. ინტერნეტამდე იყო მაქსიმუმ ტელევიზია, რომელიც იყო მაგარი იდეოლოგიური წნეხის ქვეშ და მაგარი იმის ქვეშ და კინო. და როდესაც ესეც ტელევიზიაც არ იყო, წარმოიდგინეთ რითი მოდიოდა ეს უცხოური ესისა. То есть ეს სტილი, ცხოვრების მოდა, ჩაცმის მოდა, ყველაფერი ძირითადად შემოდიოდა კინოთ. კინოს მეშვეობით შემოდიოდა. კინოს მეშვეობით რომ შემოდიოდა, ამიტომ იყო ეხლაც როგორ არის, ეხლაც დაყოფილი არის საზოგადოება, ძალიან ხალისობ ხოლმე, როდესაც უყურებ ხოლმე, რომ აი იყოფა დღევანდელი მოდა ვთქვათ. ეხლა მე არ ლაპარაკობ რომ მოდის სახლებს ცალკე იმას, ვთქვათ იმას შანელს ცალკე მოდა აქვს და იმ ვესტვუდს ცალკე მოდა აქვს, მაგაზე არა, აი წარმოვიდგინეთ ზოგადი ცხოვრების სტილის მოდები, მაგალითად არის ასეთი ვესტერნის რაღაც ისეთი მოდები, რომ უცებ ყველა ჩაიცავს კავბოური ისინი ტანისამოსი ეს ქუდები ჩვენთან არ შემოსულა ეს სტეცონები, მაგრამ მაინც და შარლები რაღაცა და ცხოვრების სტილიც რაღაც ისეთი. ეხლა კი განელდა, მაგრამ მაინშინ იყო ეს 70-იან 80-იან წლებში. ან პირიქით მეორე იყო ძალიან სპორტული მოდა იყო, რომლებიც ეს რა ქვია ცდილობდნენ რომ ჩაიცვა. ან კიდე მესამე იყვნენ, რომელიც რაღაც მაღალი საზოგადოების თუ ეს მოდას კარნახობდა, უკვე კინო კარნახობდა. კინოს მეტი არაფერი არ იყო. ეს იყო ძირითადი ისა მასაზრდოებელი ამ მოდისა. კიდევ უფრო ადრე ცხოვრების სტილსაც კარნახობდა ისა. მე მახსოვს ჩემი ბავშვობის დროს, აი ისეთი ქვაკუთხედი ისინი, რომელმაც ძალიან იმოქმედა იმაზე, მაგალითად ტარზანი. ჯონი ვეისმიულერის მონაწილეობით ნახევარი სოლოლაკი ხეებზე იყო ამძვრალი და ამ ჯენ ტარზანის ზახილი და ყვირილითა და რაღაც სიტყვა რამდენი ჩამოვარდა ამ ხეებიდან, რამდენი დაილეცა და თვითონ ეს რაღაც ძალიან ის იყო. მერე ეს გაუთავებელი იყო რაღაც ინდური სტრაუსის ის რო იყო დიდი ვალსი, დუვივიეს ფილმი. დიდი ვალსი რამდენჯერ გქონდათ ნანახი? არ გქონდა ძალიან ბევრი ნანახი დიდი ვალსი, იმიტომ რომ ეს ბიჭების ფილმები არ იყო, მაგრამ გოგოების ფილმი იყო, მაგრამ დიდმა ვალსმაც აი სწორედ მაღალი ცხოვრების სტილი და ჩაცმა და ყველაფერი მაგან ძალიან იმოქმედა ეს განსაკუთრებით ქალების იმაზე. ბიჭებზე მაინც ინდურ ფილმებზე ამბობდით და მე შეგაწყვეტე. ბიჭებზე მაინც იყო წამყვანი იყო ეს ინდური ფილმები. თქვენ დღეს ვერ წარმოვიდგენთ როგორი როლი ითამაშა 50-იან წლებში ამ ინდურმა კინომ რა, ესე იგი ეს ქუჩის ცხოვრება, ეს რაღაც ვაშკაცური რაღაც ისინი ნომრები, ეს რაღაც მეგობრობა, რაღაც მარტივი იყო, ეს ყველაფერი იყო პრიმიტიული, მარტივი, მაგრამ ხალხიც მარტივი იყო მაშინ შედარებით ეს 50-იანი წლების ხალხი წარმოვიდგინეთ თქვენ ომისგან დატანჯული, ღარიბი, გაუბედურებული და თავისნაირ ცხოვრებას რო დაინახავდი იმაში ეკრანზე რაღაცა უკვე რაღაც ყველას მაგრამ აი ხაკ შემოგედავებიან ბატონო და მაგის მერე ჩვენ ხო განვითარდით, გავიზარდეთ როგორც საზოგადოება, რატო ახდენს თურქული და ინდური სერიალები დღეს მასობრივად ამ ხელაზე გავლენას. იმიტომ რომ მსგავსია ეს ყველაფერი და პლუს როგორი მსგავსია თურქულის ფენომენი არის გადასარევი. ჩვენერია, მაგრამ უფრო მდიდრული ცხოვრება.
ესე იგი, ჩვენ რო კარგად მოვიქცოთ, შეიძლება ჩვენც მაგრე ვიცხოვროთ. თანაც როგორია, იცი, თურქული აი ახლა რო უყურებ შენ მაგალითად როგორ ცხოვრობენ თქვათ იქ ლონდონში, თქვათ საფრანგეთში, აი მაღალ სახლებში, ამერიკაში, ეს მაინც მიუღწევლობის საფეხურია. თურქული არის ჩვენერები არიან, ტიპებიც ადამიანები არიან, ჩვენერი ვაი რაღაც ყველაფერი, მაგრამ პლუს ბევრად უკეთესად და ბევრად უკეთესი მანქანებით და რაღაცეებით და ესე იგი, აი ჩვენ რო უფრო ისე ვიყოთ, იმათნაირად ვიცხოვრეთ. ეს ძალიან დიდი ხიბლია. ეს ფენომენია. და ინდური ფილმების ხიბლი კიდე დღეს მე გაოგნებული ვარ რა. ესე იგი, როგორი მასშტაბის ფილმებს აკეთებს ეს ბოლივუდი. როგორ ისევ სცენარები, მარტივები, პრიმიტივები, სქემა, რაც იყო 50-იან წლებში ყველაფერი, რაც სიყვარული, მარტივი სქემები ყველა, მაგრამ როგორი დადგმებია, ჯერ ერთი ეს მუსიკალური დადგმები 1000 კაცს რო ჩააცვა ტანისამოცი და 1000 კაცი რომ აცეკო შენ სცენაზე და თან ამხელა ისა თქვენ იცით, აი პატარა სტუდია თქვენ და რამდენი შრომაა საჭირო რომ რამოდენიმე კამერა და რამოდენიმე ის გააკეთოთ. წარმოგიდგენია თქვენ ერთი ფილმის გადაღებაზე რა იხარჯება. ინდუსტრია მუშაობს, ხო? ძალიან დიდი ინდუსტრიაა და ხიბლავს ადამიანს. მართალია პრიმიტიული რა ხიბლავს და რასთავარია ლამაზი მსახიობების გაუჩნდათ, ძალიან დიდი ვარსკვლავებიც ყავთ, მსოფლიო იმეებზე, სილამაზის კონკურსებში მონაწილეობენ ის გოგოები და ასე შემდეგ. და უკვე მსოფლიოს ესე წამყვან ფესტივალებზე თუნდაც ბოლივუდის მსახიობებზე ისეთი ჟივილხივილია ხოლმე, რაც შეიძლება არ იყოს ჰოლივუდის ან ევროპული კინოს უფრო გავლენიანი, ანუ ეს მშვენიერი ეს პრიანკა ჩოპრაო და ვიღაცები მშვენიერი ქალები არიან, მშვენიერები და თანაც ისე რომ არავითარ იმას არ უდებენ იმას რა, ჰოლივუდის იმეებს შვენივრად. აი ჩვენ ახლა საუბრობდით ამ ნადავლ ფილმებზე, რომლებიც შემოვიდა საქართველოში და განსაზღვრა მნიშვნელოვან წილად ჩვენი ყოფა. ერთ-ერთ ინტერვიუში იოსი ბროდსკი ამბობს, რომ გარკვეულწილადო სტალინიზმიც კი შეაჯანჭყარა და დაამსხვრიაო ამ ნადავლმა ფილმებმა, როცა სწორედ ამ ცნობიერებაში შემოვიდა ის თავისუფალი ცხოვრება, ის სიმდიდრე, ის გზავნილი, რაც ამ ფილმებს ჰქონდა. ანუ თუ ამან ზემოქმედება მოახდინა რეალურად თქვენს თაობაზე, თქვენ იყავით მოზარდები იმ ასაკში, როცა ყველაზე მეტად მოქმედებს ეს საშუალებები ადამიანის ფსიქიკაზე და აყალიბებს, რამდენად ეთანხმებით ამ აზრს, ამ გადმოსახედიდან? აბსოლუტურად ვეთანხმები, მაგრამ იცი რა, ცოტათი რაში ვერ დავეთანხმები, იცი? ალბათ უკვე სტალინურზე კი არა, ცოტა უფრო მოგვიანებით პერიოდი, ბროდსკის ისედაც პერიოდი ცოტა უფრო ზემოთ არის აჩვეშებული და მაგრამ ჩემ დროს როგორ იყო, იცი? აი, ჩემი დროინდელი საბჭოთა პროდუქცია იყო ეს სამხედრო კინოები, მესაზღვრეებზე იყო, შემოდიოდა ეს იუგოსლავიური გაუთავებელი ტრაგიკული ფილმები, რომ მე მთელი კინო რაღაცა უყურებ და ბოლოს უყოლა იღუპება, ეს რაღაც იყო და კინოებსაც სხვადასხვა ფრანგული კინოებიც შემოდიოდა, ცდილობდნენ ესენი რომ რაღაც ცოტათი ტრაგიკული ფინალი რომელსაც ჰქონდათ, ესენი ეჩვენებინათ რომ აი ესე კი არ არის, თქვენ რო გონიათ რომ აი ესე კარგად არის ყველაფერი ეს, მე ბოლოში ცუდად თავდება და თქვენ არ გეგონოთ რომ ჩვენ რო გვაქვს ასეთი მშვენიერი ცხოვრება და პენსიები და იქ რაღაც ეს იყო იდეოლოგიური რაღაც იყო და ეშინოდათ ამისისა და მე რო გაიხსნა ეს ყველაფერი და რომ შემოვიდა რასაკურველია წაილეკა კიდევაც ეს ყველაფერი ეს ის არა. მაგრამ ნუ რა ვიცი ძალიან დიდი რასკოლია ძალიან დიდი როლი ითამაშა კინო იყო ერთ-ერთი ძლიერი კინო ლიტერატურა რაზე ლიტერატურა იმდენად არ ვრცელდებოდა კინო აი როგორც თქვენ იცით რომ არსებობდა ეს ცენზურა და არსებობდა ეს სახელმწიფო ორგანიზაციები რომლებიც კინოს წინასწარ უყურებდნენ და იმდენ სჭირდნენ რომ აი შინაარსიდან რაღაც ხაზი დარჩენილიყო რომ გაგეგო რა ხდება თორემ ყოველნაირი ისა რა ქვია ეს ნიუდი შიშველობა ყოველნაირი საეჭვო ლაპარაკი ყოველნაირი ფილოსოფია ყოველნაირი სიმდიდრის გადამეტებული ისა სულ იყო უმოწყალოდ იყო ცენზურის მიხედვით და იყო კიდე დაპატიმრებული ფილმები მე პერესტროიკის დროს შეიქმნა კომიტეტი და დაპატიმრებული ეს საბჭოთა ფილმებიც იყო ქართული ფილმებიც კი იყო ყველაფერი მათ შორის მონანიებაც კი რაღაც პერიოდში იყო დაპატიმრებული ბატონო ნოდარ ესე იგი ეს გავლენა ჩვენთან იმდენად დიდი იყო ჩვენს ხალხზე კინემატოგრაფის ზოგადად რომ ქართველებმა როცა ნახეს იტალიური ფილმები ომის შემდგომ პერიოდში ნეორეალისტური სურათები ტრადიციულ ჩვენს თბილისურ ეზოს დაარქვეს იტალიური ეზო ამ რის გამო ჩემთვის ეს არის მტკივნეული საკითხია და სულ ყველგან ვიბრძვი და ვლაპარაკობ ნუ ახსენებთ ამ იტალიურ ეზოს იმიტომ რომ ეს თბილისური ეზო ბევრად უფრო ადრე იყო ჩამოყალიბებული ვიდრე ისა ნეორეალისტური იმეების ზავატინის და იმის სანჯოს დესანტისის და იმეების ფილმებში ბევრად უფრო ადრინდელია ესა და რატომ ეძახით აი ასე უკუღმა რაღაცა ისა და ესა და კი მაგრამ მან რა იყო ეს იტალიური ეზო სულ არის რაღაც 2-3 წელი შეიძლება 4-5 წლის მაქსიმუმ ისტორია იმიტომ რომ იმ დროს როდესაც მართლა შემოვიდა ეს ნეორეალისტური ფილმები მართლა არაჩვეულებრივი კაი ფილმები მაგრამ
ესეც სხვათა შორის ჩემის აზრით იმ შერჩევით არის, იმ თვალსაზრისით არის შერჩეული, რომ აი როგორც უნდა ცხოვრობენ ისინი. ქართველი რეჟისორები არქიტექტურის ასახვისას, აი ეს თბილისის არაერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მხოლოდ ფილმებშიღა არის შემორჩენილი. ხო, აი ამაზე თუ გიფიქრიათ ამ მიმართულებით. ზოგადად ზოგიერთი რეჟისორი ძალიანერიდება კინოში არქიტექტურის და ქუჩების ჩვენებას, იმიტომ რომ თვლიან რომ ეს ძველდება მარტივად და რაღაცა თითქოს არ უნდათ, მაგრამ რეალურად ეს არის მუმიფიცირება მართლა და სამუდამოდ დაბეჭდა როგორი იყო ეს ადგილი. თუ ერიდებიან, თქვენ როგორც ბრძანეთ რომ ერიდებიან ამას და ძალიან არასწორია, იმიტომ რომ მაგათ აქვთ პირიქით შანსი რომ თავისი ფილმი უკვდავი გახადონ ამ არქიტექტურის მეშვეობით, იმიტომ რომ ეს დღეს მაგალითად თუ გინდა რომ ახადგინო შენ გარემო ქალაქისა როგორი იყო იმ წლებში და ყველაფერი, აი ხალხთან ერთად, მათ ლაპარაკთან ერთად, მათ სოციოკულტურულ გარემოსთან ერთად ერთ-ერთი მთავარი არის ეს ისა. ეხლა მე თქვენ გეტყვით ერთ საინტერესო მომენტს, რომელიც მე რამოდენიმეჯერ მომივიდა თავში, უთხარი კიდევ შემეგობრებს და ყოველთვის მეცინება რაზე. წარმოვიდგინეთ თქვენ, აი ორი ქართული ფილმი. აჰა. ცნობილი ქართული ფილმი, ჭრიჭინა და აბეზარა. დიახ. ორივეში გამოყვანილი არის აი ესეთი სფერო, ესე იგი, შრომელები, სოფლის მშრომელები. კი. შემდეგ არიან ხელმძღვანელი მუშაკები, რაღაცეები, ეს ეკონომიკის თავმჯდომარე ყველაფერი და ინტელიგენცია. ინტელიგენტის სიმბოლოებად ორივე ფილმში არქიტექტორები არიან გამოყვანილები. ერთშიც და მეორეშიც. То есть, აი ჩვეულებრივი ხალხის შეხედულებაში, თუ გეტყვიან, ვინ არის აბა ინტელიგენტი, რას ნიშნავს ისეთი სფერო, რომელიც ჩვენგან შორია, მაგრამ ესენი ეთამაშებიან მაღალ მატერიებს და ყველაფერი. ეტყობა პირველი რაც მოვიდათ იყო არქიტექტორი, რომ გაგიკვირდება ერთ ფილმშიც და მეორე ფილმშიც არქიტექტორები არიან. და ამ დროს ეს არის სოციალიზმის შედევრები ორივე, ლაკიროვკის ბჭყალებში პერიოდი, როცა ყველაფერი იყო მშვენიერი, როცა ცხოვრება იყო. ხო გესმით როგორია, რომ ესე იგი იმ ქვეყნის ძირითადი შემქმნელები და შემოქმედები არიან არქიტექტორები. და რატო ბატონო და ანუ კომუნისტები საფრთხეს არ ხედავდნენ ამ პროფესიაში, რომ ესე წარმოაჩენა არა. იდეოლოგიზირებული არ იყო მაშინ ეს ეხლა დღეს დავიწყეთ დაყოფა სტალინური პერიოდის არქიტექტურა და გერმანულ არქიტექტურაზე ლაპარაკობდნენ, ეს წიგნებიც არის გამოცემული, რომ რაღაც ისეთი გიტლერის დროინდელი არქიტექტურა, ისეთი არქიტექტურა, რომელიც უკვე თავისთავად გულისხმობდა ამ ტოტალურ რაღაც იმას, ზემოქმედებას, რაღაც ფსიქიკას და იმაზე და აქაც არის სტალინის არქიტექტურაში, სტალინურ არქიტექტურაში არის ესე იგი მიდრეკილება მონუმენტალიზმისაკენ, რაღაც უზარმაზარი გიგანტიზმისაკენ, განსაკუთრებით ჩვენთან თბილისში ერთი-ორი შენობა და მოსკოვში გინახიათ ეს საცხოვრებელი სახლებია, გიგანტურები, უზარმაზარი, პოლონეთშიც ააშენეს მაგეთი მეგობრობის სახლი და ისე. ეს სტალინური პერიოდი, ეს იყო იდეოლოგია, იყო цаრიელი იდეოლოგია იყო. კიდევ ერთი არქიტექტორი გმირი გამახსენდა ეხლა თქვენ როცა საუბრობდით, ოღონდ უკვე განსხვავებული ქართული კინო, როგორც კი აი 60-იანელები მოვიდნენ, დაიწყო 60-იანი წლები. ლანა ღოღობერიძის პირველი ფილმიდან ერთი ცის ქვეშ, იქ ნოველაში ფრესკა, სადაც არის აღწერილი სპორტის სასახლის მშენებლობის პერიოდი, ახალგაზრდა ქალი არქიტექტორი, გურანდა გაბუნიარო, თამაში გახსოვთ ხო თენგიზ დარჩვაძესთან. უნდათ მახსოვს კი არქიტექტორი. და საინტერესოა რომ სპორტის სასახლის მშენებლობაც არის ამ ფილმში ასახული და სპორტის სასახლე ითვლება როგორც მე უფრო როგორც კინოდან გესაუბრებით სრულიად არქიტექტურული განათლება ნამდვილად არ მაქვს. როგორც სტალინური არქიტექტურის დასასრულის პერიოდი არის. კარგი ნათქვამია, კარგია, დასასრულია. ხო, დასასრული სპორტის სასახლე და აი ამის ასახვის პერიპეტიები არის ამ ფილმში და თითქოს რაღაცა სულ სხვანაირად უყურებს. ნუ ლანა ღოღობერიძეც როგორც ქალი რეჟისორი ამ თემას, ქალი არქიტექტორი, ქალი და დრო და ქალი და უკვე 60-იანი წლები და თვითონ არქიტექტურაც საინტერესოდ არის გადმოცემული და ეს კადრები რა დოკუმენტს გვაძლევს? აი ეხლა როგორი იყო თუნდაც უკვე აშენებული სპორტის სასახლის შემოგარენი. სპორტის სახლის ისტორია ძალიან სევდიანია იმ გაგებით, რომ მართლა არაჩვეულებრივი შენობა, ლადო, მე ვიცნობდი ლადო მესხიშვილის უნიჭიერესი კაცი, მართლა კაი არქიტექტორი და ეს შენობაც იყო მართლა მოვლენა იყო და მართლა რა მნიშვნელობა ჰქონდა, იცი? მე მახსოვს რომ ათასობით ხალხი მოდიოდა ხელბურთზე, რაღაცებზე. ჩაკვდა, მოკვდა ეს ყველაფერი. ოფიციალური სპორტული შეხვედრები მანდ არაფერი აღარ კეთდება. რატომ მე არ ვიცი, ეს რაღაც საიდუმლოა, ეს რაღაც კულისებია, ბიზნესის კულისებია რა, არ ვიცი რაღაცა. მაგრამ ძალიან მენელა და მაშინ იყო მართლა წინ მაქს სპორტსახლის წინ იყო ძველი საბურთალოს ბაზარი.
და საერთოდ იყო რაღაც ესეთი კლოაკა იყო, რაღაცა ესე იგი ყველანაირი დაბიო სიტუაციები, რაღაც ყველანაირი საეჭვო ისინი ხოხები, მოხები, ისინი რა ქვია, დუქნები, რაღაცა ეს კოლორიტიც აღარ იყო უკვე თბილისის ძველი თბილისის კოლორიტიც არ იყო, რაღაც იყო აი ესეთი რაღაც აჯავსანდალი იყო, რაღაც ეს უხეშად რო გითხრა და კარგია ის რომ გაიხსნა, რომ ასფალტდა და წირო გაუკეთდა გაზონები, რაღაც მართლა მოვლენა იყო ისეთი რაღაც ამოსუნთქვასავი იყო, სავით იყო იმ ადგილისთვის ძალიან კარგი და მართლა შეფარდება ქონდა საოცარი იმ გარემოსთან და მართლა ძალიან კარგად თქვით თქვენ ეს მართლა იყო ალბათ იმ პერიოდის დასასრული იყო რაღაც ასეთი საზეიმო დასასრული საზეიმო რა ძალიან საინტერესო ეს არქიტექტურის და კინოს ასახვა. მაშინ რა კი ესე წავედით, ერთ მაგალითსაც მოვიყვან, ეს არის სხვისი შვილები, სადაც ლევან პაატაშვილმა მართლა საოცარი ქმნილება და მხატვრული ფილმია, მაგრამ უკვე დოკუმენტური ძალის მატარებელი არის ეს სურათი, ისეთი ადგილები ასახა. და პაატაშვილი მანამდე არქიტექტურასაც სწავლობდა და ალბათ ეს სივრცის გახსნა კადრში, რა თქმა უნდა, დაეხმარა არქიტექტურის ცოდნა ამ ყველაფერში და მე ამოვიღე კიდეც მან ბოლოს დაწერა არაჩვეულებრივი წიგნი ნახევარი საუკუნე ლეონარდოს კედელთან, სადაც პაატაშვილმა თავისი შრომები და მინდა რომ ერთი ეპიზოდი ახ თქვენთან ერთად განვიხილო. აი ნახეთ რას წერს ამ ფილმის გადაღებაზე. ფილმი თბილისის ქუჩებში უნდა გადაღებულიყო, სამუშაოს დაწყების წინ მიუმართე საკუთარ მეხსიერებას, მზერა წარსულში, საშუალებას გაძლევს ცოტა მომავალშიც ჩაიხედო. როცა ფილმი ეკრანებზე გამოვიდა, ბევრმა ვერ იცნო საკუთარი ქალაქი, ქუჩები და მოედნები თბილისელებს უჩვეულოდ, უცხოდაც კი მოეჩვენათ. მამისა და შვილის შეხვედრას ქალაქის ღია კიბეზე ვიღებდი, საერთო ხედზე 28 მმ-იანი ობიექტივი მკვეთრად ხატავდა სახლებისა და ქუჩების უძრავ პერსპექტივას, მსახიობების უკანა პლანზე მოჩანდა თავისი ჩვეული რითმით მსუნთქავი ქუჩა, ფეხით მოსიარულენი ტროტუარი, ტრანსპორტი, უკვე მოშორებით კი სიღრმეში იხსნებოდა ძველი ქალაქის ფართო პანორამა. ამას წერს და წერს, რომ სხვათა შორის 20-იანი წლების გამოცდილებაც გამოიყენა ამ ფილმზე მუშაობის დროს, აი როგორ იღებდნენ თუნდაც ჭიაურელს, როცა აქვს თბილისის ხედები გადაღებული, ისინიც ნახა და იქაც ამოიცნო როგორ მუშაობდა. ხო, აი ერთ-ერთი მაგალითი ამ საოცარი პლასტიკური წარმოსახვის არის მე მგონი სხვისი შვილები. ესე იგი ის რომ მოხდა ფილმში მოხდა ეს ქალაქის ხედები ეს არის უკვე უდიდესი ფაქტია და უდიდესი მნიშვნელობისა და უმნიშვნელო მაგრამ პლუს კიდე თუ კაი რეჟისორის გადაღებული არის ესე როგორც რომ ისეთივე ყურადღებას რომ აქცევს შენობებს და იმას და როგორც იმას მსახიობების იმას და სხვათა შორის მე რაც თავიდან ვილაპარაკე ამ კუბრიკზე და იმაზე ასეთივე წარმატებით შეიძლება თქვა მაგ პაატაშვილის ფილმზე ასეთივე მნიშვნელობით დრამატულ სიტუაციებში ის შენობების დრამატულ აქვს მას და ის მეტეხის და ეს ბარათაშვილის ქუჩას და ყველაფერი და პირიქით მხიარულ სიტუაციებში და როდესაც რაღაც სახალისო ესეც ყველაფერი ბედნიერების ის არის თანმხვედრი ეს არის ოსტატობა კინორეჟისორის ეგ არის და აი ახალგაზრდა რეჟისორებს რომლებსაც არქიტექტურა უნდათ რომ რა თქმა უნდა არქიტექტურა გადაიღონ მათ მხატვრულ ნაწარმოებში თქვენ რა რჩევას მისცემდით აი არის რამე რასაც მიაქციონ ყურადღება ხო ნუ მე ის რჩევა რაც ყველას ვეუბნები ხოლმე და ჩემს სტუდენტებსაც მე ახლა ბოლო წიგნი რო გავაკეთე ჩემი ბოლო წიგნი იყო თბილისური კოლექცია და არის რა იცი დეკორი თბილისური შენობების და კატალოგისავით ამას გაკეთებული მე ლაპარაკობ კიდევაც რომ მე ხელოვნებაცოდნე არა ვარ არც პროფესიონალი ფოტოგრაფი ვარ მაგრამ ყველაფერი მე თვითონ გავაკეთე და ამონტაჟე ტაბულებია ყველაფერი გაკეთებული ამაზე და თავარი ჩემი წიგნების ღირსება ის არის რომ ყველანაირი სისტემატიზაცია გავაკეთე ამ ორნამენტებისა, ფიგურების ყველას აწერია მისამართი. რომ ესე იგი და ყველას ვეუბნები, გინდათ შეისწავლოთ, ნახოთ, აი ამ მისამართზე მიდით და ისე. ეხლა ის ვისხვები ამას. ეს სტუდენტები რომ მეუბნებიან, მას რა ეს იტალიაში გავაკეთეთ, მეოთხე რა იტალიაში გაიარეთ თბილისის ქუჩებში. აიხედეთ ზემოთ ჩაიხედეთ ქვემოთ, გაიხედეთ თვალები, გაახიდეთ და დაინახოთ რომ ეს თბილისი არის ამოუწურავი. რამდენიც არ ვეცადოთ რომ გავაფუჭოთ, მივაკრათ, მოვაკროთ, მივანგრიოთ, მოვანგრიოთ, ჩააშენოთ. თბილისი არის აიცი, მარად ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც იმის გამო რომ მე ახლა ბევრჯერ ვიმეორებ ამ ამბავს რომ
აი გზაჯვარედინზეა აღმოსავლეთის, დასავლეთის, ევროპის, აზიის, წარსულის, მომავლის, აი ეს ყველაფრის გზაჯვარედინზე რომ არის თბილისი, ამიტომ რა ეს ამოუწურავია და ამიტომ ყოველწუთი და ეს იზიდავს უცხოელებს, მეტი კი არაფერს რა, მეტი არაფერი რომ ეს არის უნივერსალური ქალაქი, რომელიც ყველანაირ გემოვნებას აკმაყოფილებს და ყველანაირ ინტერესს ისე არ არის რომ მოანგრიო მთელი ქალაქი და ააშენო ახალი, როგორც ბრაზილიამ გააკეთა მაგალითად, ნიმეიერი იყო ასეთი ცნობილი არქიტექტორი და რო გადაიტანეს ზედახალხი რიო-დე-ჟანეიროდან ბრაზილიაში ცარიელ ადგილზე ააშენა მთელი ქალაქი. მართალია არაშეულებრივია, არაშეულებრივი არქიტექტურა, მკვდარია, ეს არ არის ეს სიცოცხლე არ აქვს, აი როგორც თბილისს აქვს ეს სიცოცხლე, რომელიც ნელ-ნელა გადადის. ამას მე მაგალითად რამდენიმე მეგობარმა მეშხობა კიდევაც რამდენჯერმე ვლაპარაკო. მე მიმაჩნია რომ აი ეს უზარმაზარი შენობა რო დადგეს ის ბილტმორის რაღაცა, ისა საშინელებაა, არაფერი საშინელება არ არის. ქალაქი ასეთი უნდა იყოს, უნდა მოინგრეს, ჩაშენდეს. არ შეიძლება ასე შეინახო ეს მუზეუმი არ არის მით უმეტეს თბილისის ობიექტები. მაგრამ თქვენ თვლით რომ იმის ღირებულება არ დაიკარგა? აი ეს ხო იმელის არა ხო? რა დაიკარგა რა? ხედი, არაფერი ქალაქი უნდა განვითარდეს. თუ გინდა შენ რომ შეინახო ეს როგორც რაღაცა უძველესი ქალაქი ვენეცია და რაღაცა კი, მაგრამ არ არის ჩვენი კლასი, ისეთი კლასის არ არის თბილისი, იმიტომ რომ ეს შენობები ყველაფერი ინგრევა, ილეწება, იმტრევა, ძველები ცუდ გრუნტზეა გაკეთებული, არახარისხიანად გაკეთებულია. ჯერეთი აი ვლაპარაკოთ ძველი თბილისი, რა დარჩა ძველი თბილისისა, მე-19 საუკუნის შენობები გვაქვს ჩვენ, რაც წესიერად აშენდა ეს ბურჟუაზიული თბილისი. დაანშენი სულ მოილეცა, დაინგრა, ჩალპა, გაუბედურდა, არაფერი აღარ დაგვრჩა რა ფაქტიურად რა. და ეს თბილისი, რომელიც ჩვენ მოგწონს, იმიტომაც არის რომ აი ეს ცვლადია, მუდმივად ცვლადია და იტანს ამ ცვლილებებს, დამატებებს, რაღაცებს, ეს ჩემი აზრია. მე მაგალითად ძალიან წინააღმდეგი ვიყავი რომ ამ ფუქსასის შენობისთვის ხელი მოუკედი, იმიტომ რომ ესე იგი ეს ჯერეთი არქიტექტურია ძალიან ცნობილი, სოფლიოში ცნობილი და სოფლიოში ცნობილი არქიტექტორების აშენებული ობიექტები თბილისში გვაქვს თითზე ჩამოსათვლილი. ამიტომ ყველაფერს უნდა გაუფრთხილდეთ ძალიან. ის შენობებიც კი, რომელიც აი დაინგრა, ფუქსასია ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია და არ შეიძლებოდა მაგის დანგრევა. ეს ჩემი ღრმა რწმენაა, არ შეიძლებოდა. შეიძლება დარჩენილიყო უფუნქციო, მაგრამ ის ყოფილიყო ესა, იმიტომ რომ შენობა რო შენდება, მერე მაგარი შენობა თუ არის ხარისხიანი, ის ფაქტიურად იქვემდებარებს თავის ირგვლივ გარემოს და აი ეს მარტო ის გარემო, ჩვენ რო გვაქვს თბილისის გარემო, რომელიც მე ძალიან მომწონს ის ნარიყალას ირგვლივ რაც არის ყველაფერი. თქვენ ნახეთ რამდენი გადმოკეთებულია. მაგას რო უყუროთ ერთი შენობა არ აშენებული იყო იქა, მაგრამ სულ გადმოკეთებულია და თანაც არის როგორც ის სტილიზაცია იმ სტილში, რომელიც იყო. კი, მართალია მასშტაბი რაღაცა ყველაფერი დაცულია, მაგრამ აი ეს შენობა, ეს ფუქსასში შენობა ისეთი შენობა იყო, რომელსაც სტილის შემქმნელი შენობა იყო. შეიძლება მაგის ირგვლივ ისეთი გარემო გაკეთებულიყო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილიყო. ხო და ამიტომ მე ნაკლებად მახიზიანებს ეს ახალი, მაგრამ უნდა იყოს ხარისხიანი და კარგი შენობა რა. რასკორველია, იმდენია უშნო და უგემოვნო და რაღაცა ფსევდო რაღაცა, აი მაგალითად არის ერთი შენობა იმის უკან, პირველი სკოლის უკან, მრავალსართულიანი შენობა, აღმაშფოთებელია, იმიტომ რომ მაგ შენობა ჯერეთი მე ვეძახი მაგას, რუსები ეძახიან ნოვი რუსკი და მე ვეუბნე ქართულად ქვია მაგას ახალი გამდიდრებული ქართველების აშენებული შენობა, სრულიად უგემოვნო შენობა, რომელმაც რაც მთავარია დაარღვია ის, რაც უნდა ყოფილიყო ხელშეუხებელი ხედი მთაწმინდაზე რა. რუსთაველიდან ხედი მთაწმინდაზე ალაგ-ალაგ უნდა დარჩენილიყო რა, იმიტომ რომ მიდიხარ რუსთაველზე, ყველა მხრიდან ჩანდა მთაწმინდა, არსაიდან აღარ ჩანს რა. და მე მინახია წიგნი ამერიკაში გამოშვებული სან-ფრანცისკოს დაცული ხედები. 1910 წელს გამოვიდა კანონი ამერიკაში, რომ ზოგი ხედს უნდა კონდეს ხედები არის სისტემა, რომელიც არ უნდა დაირღვეს. და ყველაფერი თავი მოიკლეს და არ დაარღვიეს და ნახე ის ხედები, დაცული ხედები, პირდაღებული დავრჩი ამერიკაში თუ არ ჭირდებათ მრავალსართულიანი და ამერიკაში თუ არ ფასობს მიწის კვადრატული მეტრი 10 ჯერ მეტი ვიდრე ჩვენთან, ეს არ ვიცი, მაგრამ დაცული ხედები. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო მიმართულება იყო ამ ყველაფრის საშუალება ლაპარაკისა. დღეს დღევანდელ კინოში, რასაც უყურებთ, ხო? თუნდაც ჰოლივუდის ნაწარმოებებში, ხო? ანუ ის ძველი სკოლა, ვინც კიდევ იღებს ფილმებს, თქვათ სკორსეზე თუ სპილბერგი თუ კოპოლა, ისინი რა თქმა უნდა აქცენტს აკეთებენ არქიტექტურაზე, ხო? ძირითადად შიდა ინტერიერზე კეთდება აქცენტი.
ამას რისი სიმპტომია ეს როგორ გონიათ? მე ვიცი რომ ეს ინტერიერი ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გადმოცემის ძალიან მძლავრი იარაღია რა, მძლავრი იარაღია და ალბათ იდეოლოგიური პერიოდი, იმიტომ რომ ეს გერმანიის ომის დროინდელი კინოები, იტალიის კინოები, ძველები, ერთი-ორი ფილმი მაქვს ნახი, გერმანული კინოები აშკარად რაღაც უკვე ექსტერიერითაც შეიძლებოდა ზემოქმედება და რუსული კინოებიც რომ ისოდეთ თქვენ ეიზენშტაინის და ალექსანდროვინის კინოებშიც ეს არქიტექტურა იყო ზემოქმედების უნარის ჰქონდა დიდი. მინდოდა მეკითხა საყვარელ ფილმებსაც. აი ის რისი ყურებაც არ გბეზრდებათ. თუ ვერ გამოარჩევთ ესე. რატომაც არა. აი ქართული ფილმებიდან დიდი საკვირველი ფილმი რაღაცაა, მაგრამ ეს ისა რაღაცა. აი პირდაპირ ვიცი და ამის წინ ამ ხანაკს ველაპარაკებოდი. საკვირველი ამბავია ეს არაშუალებრივი გამოფენა კინო. რამდენიც არ ვნახე იმდენჯერ, იმიტომ რომ ძალიან დახუნძლულია სიტუაციები და კიდე სხვა ფილმი ისიც რა ქვია ეს მეორე ფილმი რომ არის ის რა ქვია იმას გრენლანდია ცისფერი მთებია დავიჭერე. ასეთი იცი რა ეთქვა საიდუმლო ის არის რომ ძალიან დახუნძლულია, ძალიან ბევრი ფრაგმენტებია, სიტუაციებია და ძალიან დახუნძლულია ბევრი ნიჭიერი მსახიობი. ეს ყველაფერი ერთად რომ არის, ერთი ამბავია რომ ნახო ის ჩეხოვის 3 და სადაც მთელ იმაზე სულ 3 კაცი მოქმედებს 4 ესეც საინტერესოა რომ უყურო, მაგრამ ეს კიდე სხვა არის, დინამიკაა სულმოძ რომ ქართულ ფილმებში ეს მიყვარს. ამ უცხოურ ფილმებზე ვერ გეტყვით, ისეთი რაოდენობის ფილმებს უყურებ. დღეში 10 ფილმსა და სერიალებს და იმე ძალიან მიყვარს ფილმები და. იცი რა, მე ესეთი დაკვირვება მაქვს, რომ დროსთან ერთად თითქოს რაღაცა ნაკლებად უდებ გულს ადამიანი, მაგრამ თქვენ მაინც არა უყურებთ. არა, მე სულ უყურებ, ესე იგი სერიალებსაც უყურებ. გვირჩიეთ სერიალები. რომელი ერთი აი თან რამდენიმე გვირჩიეთ თანამედროვე კარგი. მე მოგეთა ძალიან დიდი შტაბის-ლევა მოახდა ტიუდორებმა ეხლა. ტიუდორები რო ნახეთ, მართალია რაღაცა კაცი ჭამიური ფილმებია, ეს სპეციალისტი ვეუბნეოდი, სპეციალისტი გავხდი თავის მოჭრისა და ადამიანების მოხარშვის სპეციალისტი გავხდი, მაგრამ ნუ ფანტასტიკური სამუშაო, ფანტასტიკურია. არაჩვეულებრივია ეს ამერიკული დეტექტიური ისინი სერიალები, ისე აკეთებენ ისე რომ ნუ არ ვიცი რა, რომელი ერთი ვერც გეტყვით რომელი. სამეფო კარის თამაშების აქტიური მაყურებელიც იყავით? სამეფო კარის თამაშები? კი, სამეფო კარის თამაშები კი. სამეფო კარის თამაში ისეთია რომ ვერ იქნებოდი არ შეიძლება რომ არ ყოფილიყო. არის ფილმები, რომელიც ნუ ყველაფერზე გადადის რა. ეხლა ვერავითარი კონტრარგუმენტებს ვერ დაუყენებ საწინააღმდეგოს რა. ნუ არის ძალიან ძლიერი ის არის რა. აი იგივე ისე უბრუნდები ამ ქართულ იმას, სასაცილო ამ სიტუაციაში, მაგრამ იგივე აბეზარას და ჭრიჭინას ყოველთვის სიამოვნებით უყურებ. ალალია, უშუალოა, ძალიან გულწრფელია. და ეს ძალიან ისეთი იშვიათი პროდუქტია დღეს მაგალითად არა, ასეთი პრიმიტიული, მარტივი, უბრალო რაღაც სიტუაციები და ასეთი გულით თამაშობენ და უყურებ ამას. და ძალიან სახალისო იყო რომ პირველი როლი არის რამაზ ხვიკვაძის ეს აბეზარას შესრულებული თქვენი პროფესიის ახალგაზრდა არქიტექტორი და ჩვენო სწორედ იმ ფილმების გავლენით აი რაზეც დასაწყისში საუბრეთ ტეილორი და რობერტ ტეილორი და ეს კაცები ვინც და განსაკუთრებით კაცები ვინც იყვნენ ეკრანზე იმათ ვბაძავდიო და მინდოდა რომ აი გმირი ყოფილიყავი და ეს რაღაცა გადაწყებილი თმა და არბები და ცხოვრების სტილი მაგის სტილი და ანუ ეხა რომ ვუყურებო ჩემ თავსო რამაზი ყვებოდა ხოლმე მინდა რომ პანჩური ამოვარტყაო იმდენად ვარ რაღაცნაირი გმირი გაპრანჩული იმ დრო ის იყო რა იმის გამო რომ ეს იყო პირველი ფილმი მთელი კონსულტანტები იყვნენ ჩამოსულები კი იღებდა სიკოდოლიძე ამ ფილმს მაგრამ ეს რუსეთიდან იყვნენ კონსულტანტები რომლებიც განათების სპეციალური სისტემით ამ დგებით მუშაობდნენ რომ ფერად კადრში ყოფილიყო ეს ყველაფერი ისე განათებული როგორც საჭირო იყო და იმდენად მძლავრი განათება გვეცემოდაო რომ აი ერთ-ერთ ბოლო სცენაში მე და ლეილა აბაშიძეს რომ უკვე მოამზადებდნენ ყველაფერს კადრი რომ მოეწყობოდა იმდენ ხანს იყო ეს განათება ანთებული რომ დაიძახებდა რეჟისორი მატორ უცებ ასისტენტები ერთმანეთს უყურებდნენ და ამბობენ რომ კი მაგრამ როგორ გადავიღოთ მსახიობები ტირიან და მსახიობები თვალს ვერ ახელდნენ იმდენად გძლავრი ნაკადი იყო რომ თვალს ვერ ახელდნენ მსახიობები და ისე დავისტრესეო ამ ფილმის გადაღებაზე მე მეგონა რომ ყველა ფილმზე მე ესე იქნებაო რომ ვამბობდი რომ კინოში მე აღარ ვითამაშებო რა და ასე რომ ეს მოგონებებიც არის საინტერესო ძალიან საინტერესოა გარდა მაგისა რომ ესე იგი ისეთი კლიშეები იყო შემუშავებული აი კარგი ცუდი კეთილი ბოროტი აი ნინო მახსოვს კინო ფანტასტიკური კინო არა 100 ჯერ შემიძლია ნახო რა როგორ არის აი
ის ერთი შვილი ყავს ამის ხო გახსოვთ ის რა ქვია კუკა თუ რაღაცა ეს არის ხულიგანი ცუდი ჩაცმულ დახურული რაღაცა ფეხებით ურნებს აყრია და ლოთი მეორე კიდევ ამის შვილი არის წეთი ყოველდღიურად ფანჯრებს აღებს ფიზკულტურას აკეთებს რაღაცა ვარჯიშო ესე იყო კაი ქალი ოჯახის ისა ცუდი და მარტივი იყო როგორც ინდურ კინოებში სწორხაზოვანი ტიპაჟები იყო რა პრიმიტიული როგორც იყო მაგრამ როგორ მოქმედება როგორ მოდიოდა ესე იგი ზუსტად ხდებოდა იმ ნიადაგზე როგორც ზედაც იყო გათვალი როგორც ინდური კინოები ინდური ფილმები ბატონო ნოდარ ოდისეა ხო არ გინახავთ როგორ არა ნახე ახალი კი ნახალი აბა რაღაც ისეთი იცი რა ბოლომდე იმ კინოში არ მინახია თქვა კინოში უნდა მენახე აჰა მაგრამ ბოლომდე არ გაქვთ ესე ჩამოყალიბებული არა ჩემთვის მე ჯერ არ მინახავს და არა ნახე და როგორია იცი თავისთავად კი რაღაც ისეთი ავანგარდული მიდგომაა ყველანაირი ოდისეა რაც კი ყოფილა ყველაფერი მინახია რაღაც იმ კერკ დუგლასი რო თამაშობდა რაღაც ზღაპრული ისა მე კიდევ სერიალები ყველანაირი მინახია და არა, ნუ რეჟისორულად ძალიან მაგარია, კარგია ყველაფერი, ეს მე დაიმონის კარგი. ყველაფერი კარგია ნორმალურად, მაგრამ არ ვიცი, ცოტა ისეთი ისი როგორია, მითებს და ზღაპრებს უხდება ეს ზღაპრული და მითური სიტუაცია, რაღაცა მე რომ მკითხო რა, ცოტა ჰოლივუდური რაღაცეები და ეს ცოტა უფრო რაღაც სპეციალურად ჩამოყვანილი იყო იმაზე რა. გაყოფითებული არის უფრო ხო. ხო და აი არ ვიცი მომეწონა თუ არ მომეწონა. ვერ გავიგე რაღაც. კაი გაკეთებულია ხო, მაგრამ ნუ ბოლომდე რაღაც ახტაცებული შეიძლება კინოში რომ ეყურებინა და პლუს თვითონ ეს ბლოკბასტერის სიტუაციასაც რომ ემოქმედა და აქედან ხმები და იქიდან ისა ალბათ უფრო მომეწონებოდა. გაურკვეველი შტაბის დამჭი. რა გავლენა აქვს, მოდი მითხარით კინოში ფილმის ნახვას. მაგალითად, კოპოლა არ აძლევს სტრიმინგ პლატფორმებს და ამით ცდილობს რომ რაღაცნაირად დაიცვას ეს წესი, რომ კინო მაყურებელმა ნახოს კინოთეატრში და აი კინოთეატრების თემასაც შევეხოთ. ხო, აი გეტყვით მე თქვენ მე მაგალითად მიმაჩნია რომ ამ ბლოკბასტერებმა მიუხედავად იმისა რომ აი უზარმაზარი შრომა ძალიან დაღუპეს ეროვნული კინოსტუდიები რა. დაღუპეს ნამდვილად, იმიტომ რომ იმდენი ფული რამდენის ერთ პაწასკინტელა ინდურ ფილმს აქვს ცეკვებითა და იმეებით და იმეებით ქართულ კინოსტუდიას აცოდავს 22 წლის შემდეგ არ დაუხარჯია ყველა კინოებში ერთ იმეებში. თუ შენ ვერ გაქაჩავ. გარდა მაგისა ეს ექშენი, ეს ისენი ავარიები, ეს უბედურობები, ეს დადგმები და ყველაფერი ეს არის უზარმაზად ჩემზე კარგად თქვენ იცით სპეციალისტები ხართ. მე ხა დილეტანტი ვარ მაგ საქმეში და რო უყურებ. ვერ დაეწევი. სერიალებსაც კი ვერ ქაჩავენ, იმიტომ რომ სერიალებსაც ჭირდებათ ეს ამბავი. თქვენ ამერიკული პოლიციური ჩვეულებრივი სერიალში ერთ 8 მანქანას ამტრევენ და ანგრევენ და რეები ხდება თქვენ იცი და კოსტიუმები და რაღაცეები ხო. ხო და ამიტომ მე მიმაჩნია რომ ეს ბლოკბასტერები არაჩვეულებრივი მოვლენაა. მართლა კინოთეატრში წასვლა არის მართლა სანახაობა, მართლა დიდი რაღაცა, მაგრამ აი მეორე მხრივ კინოებს ნამდვილი კაი პატარა ნიჭიერი რეჟისორების ნიჭიერ კინოებს ნაკლებ ბიუჯეტურებს ერთადერთ გზას აძლევენ რომ მარტო ფესტივალებზე იაროს და ელიტარულმა პუბლიკამ უყუროს რა. ეგ არის всё მორჩა. ესე იგი ეს არის კინოთეატრების ყდომა. მასობრივი კინოთეატრების ყდომა არის და ეს არის უზარმაზარი ფული იმაში ჩადებული კინოთეატრებში და კინოთეატრის ქცევა იმათ რა ატრაქციონად ისევ როგორც ახლა ყველაფერი იქცა ატრაქციონად რა. და მე მგონია რომ ჩვენი საუბრის შემდეგ როცა ჩვენს პოდკასტს ნახავენ და მოისმენენ ადამიანები და სურვილი მაქვს ესეთ სურვილი რომ ალბათ არქიტექტურასაც ცოტა მეტ ყურადღებას მიაქცევენ რომ რაზე გავლენას ახდენს ადამიანზე იმ ნატეხ რაც მე მოახერხე რაღაცა მეთქო ამ იმაზე, იმიტომ ეს არის ესეთი თემა არის, უნდა დაждდე და სამეცნიერო თემა გააკეთო და არქიტექტურის როლი და ალბათ გაკეთებულის არის მე უბრალოდ ნაუცბადები მაქვს რაღაცა და უზარმაზარი თემაა და ძალიან საინტერესოა და თუ აღმოჩნდება ხალხი ვინც სპეციალიზაციას გააკეთებს არქიტექტურის ჩვენებაზე ეს კიდევ გარანტიას გაძლევთ რომ ეს იქნება თვითონ სოფლიოშიც და ყველგან ისეთი მიღებული და ყველგან ისა რა ქვია მოთხოვნადი პროფესია იმიტომ რომ ფოტოს გადაღება მაგალითად არქიტექტურის ფოტოს გაკეთება სოფლიოშიც ეძებენ ხალხს ვისაც შეუძლია პროფესიულად გააკეთოს არქიტექტურული ფოტო და კინო არქიტექტურაზე კინო კიდე სხვა საკითხი ნამდვილად ასია უღრმესი მადლობა თან რომ ეს
იდეები, ეს აზრები, რაც გაგვიზიარეთ, იყო მარტივენაზე ძალიან გასაგებად და ძალიან კარგად მოწოდებული. ჩვენი პოდკასტი იწერება Lemon Podcast Studio-ში და უნდა გითხრათ, რომ ასევე ვეძებთ პარტნიორებს, თუ თქვა სხვადასხვა კომპანიებს აქვს სურვილი, რომ ჩვენთან იმეგობროს და ითანამშრომლოს, მოგწერეთ, დაგვიმეგობრდით. უღრმესი მადლობა უნდა ვუთხრა ბატონ ნოდარ სუბაძეს სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის და მადლობა რომ ბოლომდე გვიყურეთ, არ დაგავიწყდეთ გამოწერა ჩვენი გვერდის და კომენტარებიც დაგვიწერეთ. მზად ვარ შენიშვნების მიღებისთვისაც პირადად მე. მადლობა. მეს დიდ მადლობას გიხდით ყურადღებისათვის ხო და საინტერესო იყო. ხო რა ვიცი ვიქაქანეთ ვიქაქანეთ. კაია